ბატონი დავითი არის ორი ქალიშვილის მამა. მეც ჯერჯერობით ორი ქალიშვილის მამა ვარ. იმედი მაქვს კიდევ დაემატებიან ქალიშვილები. სეკა. იმედია კიდევ დაემატებიან ქალიშვილები და ვაჟიშვილები. იმედია ჩემი ცოლიცისას ამას და შენ გიგაქვს იმედი, მე რამეშვილება დავჭი ესე ორი სანაბარა დავჭი. ბატონ დავით, რა რჩევას მომცემდით როგორც გოგონების მამას? განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში, რა უნდა გავითვალისწინო? მე რა რჩევანო ისეთი ბედნიერება როგორც შეიძლება უკეთესი. აბსოლუტურად, მაგაში შეიძლება უკეთესიც, იმიტომ ბიჭს ახლა მეტი სჭირდება, რა ქვია, ოჟები და თან ასაკი გარდატეხის ასაკში. აი დევნა უნდა ძალიან ბევრი, რომ რაღაცა არა და ცდუნება ისეთი ყველგან ჩასაფრებულია ესა, რა ქვია, ეშმაკი, რომ როგორმე აცდუნოს. ხან რავი მილიონი ისა. და გოგონა უფრო ყველაზე უფრო მორჩილია გოგონა რა, აი ყველაზე უფრო რატო ვთქვი, არ ვიცი, მაგრამ მორჩილია შედარებით ვაჟთან. იმასაც უნდა ყურადღება ახლა თან იქ ხარისხზე ალბათ თუ კარგად სწავლობს, თუ ლამაზია, თუ არ მოგტაცონ ან რაღაცა არ დაჩაგრონ ან ბევრი რამეა. მაგრამ არის ეს ცუდი ისა საქართველოში რომ მაინც ბიჭი ურჩევნია და დაიბადოს. არის ეგ შენ არ გეწყინოს. მე არ ვამბობ ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ რაღაც გადმონაშთია ესა. იმიტომ საქართველოში როცა ყველა იმას დედის სახელი ქვია. დედა სამშობლო, დედამიწა, დედაენა და მე ბოლოს და ბოლოს მარიამ ღვთისმშობლის ქვეყანა ვარ და ნინო წმინდა მოგნათლა კაცო და რა ვიცი და ასეთი ქალი ყურდე მე მგონი არ უნდა იყოს ეს რაღაცა, მაგრამ ესეც ისტორიული ბედუიმისგან მოდის, უყურმართობისგან რომ ბიჭი ვითომ დაგიცავდა ან წავიდოდა მე, მაგრამ ის როგორი იყო რომ უნდა გაეზარდა 4 ბიჭი დედას, რომ ერთი ომში გაეშვა, მეორე იქნებ ის ომში რო წავიდა ის ჯობდა დაეტოვება სახლში. კაცმა არ იცის ეს. გარდა მაგისა, ომში წასულ კაცს რო სახლში რო ჩამოვიდოდა ისახლი დოვლათით ხდებოდა, ბარაკით ხდებოდა, შენახული ხდებოდა. რა თქმა უნდა, ნაკლები ვაჟკაცობა იყო იმ ქალისგან. არა, რა თქმა უნდა და ეხლა ნაკლები ვაჟკაცობა განა დედების კისერზე არ არის, უამრავი ოჯახი და და მაშინაც მით უმეტეს მაშინ ეგრე. მაშინ იცი რა, მაშინ არ იყო ამდენი მოთხოვნა, ხა შვილებიც ესეთი ისინი არ იყვნენ კონფორმისტები როგორც დღეს არიან და აბა აიფონი და იმას არ ითხოვდნენ და იყო გუთნის დედაო, ხო იტყვიან რა, მაშინ შენი სამყოფელი მამული ქონდა და იმის გარშემო გმირებს სწორედ მით უმეტეს იმ დროში, ლადო გმირებს დედები ზრდიდნენ. რა თქმა უნდა, დედა უნდა. მამა სახლში იყო, ან ტყეში იყო, ან გატაცება, ან რაღაცა. ან გარდაცვლილი მამა ადრე იცოდა. ხო.